კალიფორნიაში მიფრინავ რამდენიმე საათში. დილას 5 საათზე მაქვს ფრენა და ეს არის ჩემი პირველი სოლო მოგზაურობა. პირველი შემთხვევა, როცა შტატიდან შტატში მიფრინავ. ცოტა სუფთა. მე მგონი ძალიან ტრაქში ვიქირავებინა და ქალაქის უკას რო დავხედე არა და ესეთი ადგილი იყო მეთქი ახლოს არის ყველაფერთან. შეფასებებშიც ეწერდათ ვიღაცაებს great location და აღმოჩნდა რომ ჩემი ოთახის კარი არ იკეტებოდა, ამიტომ ეს გენიალურობა მოვიფიქრა. პირველი დღის პირველი დანიშნულების ადგილი არის სან-დიეგოს Old Town. დღეს უფრო ვაპირებ რომ სიარული შტრიკენის დღე მქონდეს. გარემ fit check. წავედით Old Town-ში. წაწაწუნა განყოფილება არის, სადაც ეს ფესტივალის რაღაცები არის გამოტანილი. მიცვალებულთა დღე, მოკლედ მექსიკელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის და აღნიშნავენ ეს კოკო თუ გაქვს ნანახი, ანიმაციური ფილმი, გეცოდინებათ. Oh my god. ყველაფერი მინდა რომ ვიყიდო და რა. ძალიან მომწონს აქაურობა და ფირის ფოტოები სამოვიღერო რაღაც ფოტოები გადავიღო თქო და პატარა ტერიტორიაზე, მაგრამ ისე მომწონს რომ ეხლა შემოვედი პატარა მუზეუმში, რომელიც შეაშენა ვიღაც ამერიკელმა საჯინიბო რესტორანს, მე დაინგრა ეს საჯინიბო და მე State of California აღარ გინა და რო ვნახო ერთი რა საჯინიბოები აქვთ ამერიკელებს ასეთი. Ay mi amor. ადგილობრივი მარკეტი ქონიათ კიდე ცალკე, სადაც პრინციპში იგივე რაღაცები იყიდება. ასევე პრინციპში იგივეა, მაინც რაღაცა პაწაწუნოს ისულელე ვიყიდე, მაგრამ არა უშავს. შემდეგი დანიშნულება არის ადგილი, რომელსაც ქვია პატარა იტალია. ნუ ვერ ვიტყვი რა ხა ამ ქუჩით გადავირიეთ. არაფერი საინტერესო სინამდვილეში. თუ გინდათ მოწროპა და იტალიური საჭმელი მოგენავა, ნუ აქ უნდა გამოხვიდე. აქ უკვე გავბედიალდი პორტისკენ. კი ბორჩხალები ვნახე, ბევრი ქვებთან არიან ამოცოცებულები და რაღაცებს დაჩხოკუნობდნენ. შემდეგი დანიშნულების ადგილი არის საპორტო სოფელი, ეს ქვია. პრინციპში ასეთი ადგილები ჩვენს გვაქვს ზღვისპირა ქალაქებში. დავიღალე უკვე და სახლში მივდივარ, თორე ცოტა უენერგიოდო. და ასე დასრულდა ჩემი პირველი დღე სან-დიეგოში.